სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე. მოგესალმებით მეგობრებო ყველას. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა თქვენ და თქვენ სახლს. დღეს არის 1 თებერვალი და ჩვენ უკვე ვემზადებით, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი პერიოდია, დიდი მძიმე აღდგომის მარხვა ახლოვდება და დღეს არის მეზვერე და ფარისევლის კვირა. მსხვერპლი ღვთისა სული შემოსრული გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხოს. პირველ რიგში, მეგობრებო, უფალი უყურებს ჩვენ გულს და უკვე მეორე ხარისხოვანი არის ჩვენი გარეგნული ყველაფერი. ეს იგავი არის, მეგობრებო, რომელიც უფალმა ბრძანა სახარებაში, ეს არის ლუკას სახარება და მოდით ჯერ, ესე იგი, წავიკითხოთ ეს იგავი, სულ არის 4 მუხლი, ესე იგი, ლუკას სახარება, მე-18 თავი, მუხლი მე-10-დან 14-ის ჩათვლით. და შემდეგ ძალიან მოკლედ, ესე ვთქვათ, ვისაუბროთ ამის შესახებ. 2 კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად. უფალი ბრძანებს, მიგავს. ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟი. მეგობრებო, აქ უცებ გეტყვით მებაჟი, ანუ ეს იყო ის ადამიანი, ანუ საერთოდ მათე იყო ასევე, ხო, მებაჟი თქვენ ჩვენ ვიცით, რომ ანუ ეს იყო ესეთი ადამიანი, ის ადამიანი კოლაბორაციონისტი იყო, ხო, ანუ ვის თანამშრომლობდა რომის იმპერიასთან, იდგა, ესე იგი იყო მოღალატე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იუდეველებს თავის ძმების, ესე იგი მოქალაქეებს, ესე იგი იღებდა ხარკს და ესე იგი შემდეგ გადასცემდნენ იმპერატორს. რომის იმპერატორს, ხო, ანუ მებაჟე და ამიტომ ძალიან ესე სიტყვი ძალიან ცუდი კაცი იყო რა, ასე რომ ვთქვათ. და აი შედის 2 კაცი, ესე იგი სალოცავად, ერთი ეკლესიაში, ტაძარში შედის 2 კაცი, ერთი ფარისეველი, მეორე მებაჟი. ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა გულში. ღმერთო, მადლობ, რადგან არ ვარ სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე და არც ამ მებაჟეს გავარო. ანუ მადლობა ღმერთო, რომ ისეთი არა ვარო, როგორც აი ისო. მადლობა, რომ ისეთი არა ვარო, როგორც აი ის და ის. ეხლა აგრძელებს ფარისეველი. სხვადასხვა ფარისევლები, მეგობრებო, აქ უნდა ითქვას, რომ მე მაქვს თუ არ ვცდები, არხზე არის, ვისაც გაინტერესებს, შევძანდით და შეგიძლიათ ნახოთ თუ არა და მე ყველა ვარიანტში ვაპირებ, უნდა ავტვირთო ამ, ესე იგი, ანუ ვინ არიან ფარისევლები, სადუკეველი, მწიგნობრები, მღვდელმთავრები, ამასთან დაკავშირებით ცალკე გავაკეთებ, ესე ვთქვათ, ვიდეოს ჩავწერ და აქვე მინდა გითხრათ, რომ გამოიწერეთ არხი, მეგობრებო, ეს თხოვნა არის, ასევე თქვენთვისაც კარგი იქნება, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები, რადგან ეხლა მარხვაში მე ყოველ დღე ავტვირთავ, როდეს არის მიცვალებულთა მოსახსენებელი დღეები, ყოველ დღე შესაბამისად რომელიც წმინდანის დღე არის და იმ წმინდანის ან წინასწარმეტყველის მოკლე ბიოგრაფია ექნება და მისი ღვაწლი. ასევე ყოველ კვირა დღე, თქვენ იცით, არის იქ დღესასწაული, ხო, მართლმადიდებლობის ზეიმი, ჯურის თაყვანისცემა, გრიგოლ ესე იგი პალამას და ასე შემდეგ. მოკლედ, ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო იქნება და ამიტომ რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები, გამოიწერეთ არხი. ხო, გავაგრძელოთ, ესე იგი, ეხლა აგრძელებს ფარისეველი, თავის ესე იგი ამბობს თავის გულში, ხო, ორჯერ ვმარხულობო კვირაში, ანუ ორჯერ მახლობო კვირაში, ხო, ვიხდი მე-10-ს იმისას, რასაც ვიხვეჭო, სხვადასხვა, ანუ მე-10-ს ვიხდიო, ეს მოსეს რჯულში იყო, ეს ღმერთმა მოსა, მისა, ესე იგი უთხრა მოსეს და ეს კანონში ჩაიწერა, ძველი აღთმა არის, სხვადასხვა აქვე ვიტყვირო, ძველი აღთმა. ძველი აღთმის პირველი წიგნი დაბადება მაქვს ატვირთული 50-ვე თავი, რა თქმა უნდა, წმინდა მამის გამარტები და ასევე შეგიძლიათ შეგბრძანდეთ, არხზე არის და მოისმინოთ.
როგორც მათე სრულად არის მამების გამარტები და იოანეს ახარება. ეხლა პროცესში ვარ თავ ლუკას და მარკოს. კარგით, მეგობრებო, ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ფარისევლები ვინ იყვნენ. ფარისევლები იყვნენ კონსერვატორები, ტრადიციონალისტები იყვნენ მათ ჰქონდათ ნამდვილი ჭეშმარიტი რწმენა ერთი ღმერთის, ასევე ძალიან მდიდარი ხალხი იყო, განათლებული ხალხი იყო, აი ნიკოდიმოს ჩვენ ვიცით ხო, ერთ-ერთი ფარული ქრისტეს მოწაფე იყო ხო, ფარისეველი იყო, ასევე ფარისევლები იყვნენ სინოდრიონის წევრები იყვნენ და ესე ვთქვათ, არ იყო ეს მე ჩამოყალიბდა ეს ვთქვათ ფარისევლობა და ფარისევლები ძალიან ეს ვთქვათ განათლებული ხალხი იყო. სადუკეველებისგან განსხვავებით, სადუკეველები და ფარისევლებს შორის ყოველთვის კონტრასტში იყვნენ ისინი, ასე ვთქვათ, მოდით ჩვენი ენით რომ ვთქვათ, ესე ვთქვათ, პარტიებად იყვნენ დაყოფილები, მაგრამ ჩვენ ვიცით ხო სახარებაში რომ ისინი ვერ იტანენ ერთმანეთს, მაგრამ ერთიანდებიან ქრისტეს წინააღმდეგ, რომ ესე იგი რაღაცა გამოიჭიროს სიტყვაში, რაღაცა ჩაჭრან კანონში და ნუ როგორი მარაზმია, როგორ შეიძლება თვით სამყაროს შემოქმედი, ესე იგი ხო ძე ღმერთი წმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი იქნება პირი, რომ ესე იგი ჩაჭრა რამეში, ხო? და სხვადასხვის ესე იგი ხო სადუკეველებს ფარისევლებისგან განსხვავებით სადუკეველებს არ წამდათ არც აღდგომის და არც ანგელოზებს არ წამდათ, ეს ცნობილი არის. ნუ ეს ძალიან მოკლედ. ხო, გავაგზავნოთ და ამბობს ახლა ფარისეველი რომ მე მარხულობ ორჯერ კვირაშიო, ვიხდიო მე-10-ს ხო, რასაც შემომდის, ანუ ეგ ხელფასი თუ რაც იყო, რაც შემოსავალი ჰქონდათ, ესე იგი იხდიდნენ მე-10-ს წირავდნენ ტაძარში. ეს ღმერთმა კიდევ ერთხელ ვამბობ, უთხრა მოსეს რჯულში არის. ხოლო მოშორებით ახლა სხვა, ხო, ჩვენ ხო წავიკითხეთ ორი ადამიანი შევიდა, იგავი, ხო, რომელიც უფალი ბრძანებს. მოშორებით დგას, ესე იგი მებაჟე, იმასაც ეს მებაჟე, ესე იგი იმასაც კი ვერ ბედავდა რომ ზეცად აღეპყრო თვალნი. იმასაც კი ვერ ბედავს და არამედ მკერდშია ესე იცემდა ჯიღს და ამბობდა ღმერთო, მილხინე მე ცოდილსა. ხო, მოდი დავასრულოთ. ეხლა უფალი ეუბნება, ხო, იგავს, როდესაც ამბობს, ეუბნება, გეუბნებითო, სახლში ეს უფრო, ანუ მებაჟე, ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის, რადგან ყველა ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება. ხო? ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვა ტაძარსა, მას ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე. ლუკა 18:10. მეგობრებო, კაცის დაცემულ ბუნებას მრავალი ცოდვა ებრძვის, ხო? მაგრამ მათ შორის ესე იგი ყველაზე საშიში არის, ასე ვთქვათ, მზაკვარი ფარისევლობა. სხვადასხვა ფარისევლებს უყვარდათ ეს ესე იგი ყველაფერი ხალხის დასანახად აკეთებდნენ, ხო? იქ უყვარდა ტაძარში, როდესაც შესაწყისს გააკეთებდნენ, ხო, ეს ხალხი დაენახათ, ესე ვთქვათ, პომპეზურად გააკეთებდნენ, ხო? ასევე იქ სინაგოგაში, როდესაც შევიდოდნენ, ესე იგი უყვარდა დამსტარიყვნენ, იქ წუნდოდა დამსტარიყვნენ პირველ რიგებში, ხო, იქ სკამები იყო თუ რაც იყო მაშინ. და მოკლედ ლოცულობდნენ, ესე იგი ხალხის დასანახად და ეს უყვარდათ ყველაფერი და გახსოვთ ქრისტე როგორ ამბობს მაგაზე, რომ მათ უკვე მიიღესო თავის საზღაურიო. და ვის გამიიღეს საზღაური? ადამიანებისგან მიიღეს საზღაური. ადამიანება უთხრეს, ვა, მალადეც, აი ეს როგორ გააკეთე, აი ყოჩახ შენ, ვა, შენ რა მაგარი კაც, აი მაგას როგორ აკეთებ და რაღაცა და ეს არ გვინდა ჩვენ მეგობრებო, ეს არ გვინდა. და ჩვენ გვინდა რომ ადამიანებისგან კი არ მივიღოთ ქება და დიდება, არამედ უფლისგან. ნუ დიდება ახლა ბჭყალებში ხო? ამაშია საქმე. ანუ საზღაური ჩვენ ადამიანებისგან კი არა, ღმერთისგან უნდა მივიღოთ. ნუ გასაგებია ხო ახლა რომ საზღაურზე საუბრობ აქ. ანუ ნახეთ, არც ერთი ცოდვა ისე ღრმად არ იჭრება, ხო?
როგორც ადამიანის გულში გნებად, როგორც ფარისევლობა. ახლა სხვა ცოდვები დროებითი არის, ხო, ჩნდება ხო ერთ ასახში ან თქვა ერთ მდგომარეობაში, ხო, ფარისევლობა კი ადამიანის სიყრმიდან საფლავამდე მისდევს. ახლა სხვა ცოდვა შეიძლება მხოლოდ ცალკეულ საქმეებში გამოჩნდეს, ხო, ფარისევლობა კი ყოველ, ასე თქვა, სიტყვასა და მოქმედებას ჩვენთან ამახინჯებს ჩვენში, ხო? ანუ ფარისევლობის მეგობრებო ყველაზე საშიში მხარე ის არის, რომ იგი ადამიანს ატყუებს. ანუ ფარისეველი დარწმუნებულია, რომ თითქოს ის კეთილი და ღვთისთვის სათნო კაცია, რაღაც გარკვეულწილად ხიბლშიც არის, ხო? მაშინ როცა სინამდვილეში, ესე იგი შორს დგას ნამდვილად ჭეშმარიტი სულიერ ცხოვრებისგან. აი ჩვენ როგორც დავიკითხეთ, ხო, მაცხოვრის იგავში ვკითხულობთ ორნი კაცნი აღვიდოდეს ტაძარსა ლოცვად, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე. ფარისეველი ტაძარში შევიდა, მაგრამ ლოცვის ნაცვლად საკუთარი თავის ქება დაიწყო. ხო? მისი სიტყვებიდან აშკარად ჩანს ფარისევლობის პირველი ნიშანი რა? ეს სულის კიბო, მეგობრებო, სიამაყე და ამპარტავნება, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს მეტნაკლებად. და რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, რომელსაც ხო უნდა ვებრძოლოთ. ანუ იგი მადლობას კი არ სწირავს ღმერთს, არამედ საკუთარ თავზე იყო შეყვარებული და სხვებზე მაღლა აყენებს თავს. და ესე იგი ფარისეველი როგორ ამბობს? არა ვარ ვითარცა სხვანი იგიო და ჩვენ ჩავიხედოთ ყველამ ჩვენ თავის გულებში. მე პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები მაგას. და ჩვენ განა ასე არ მოგდის გულში შეიძლება ზოგი ამას ესე იგი ამბობს კიდევაც, ზოგი არ ამბობს, მაგრამ ფიქრობს, ხო, ფიქრიც ცოდვა რა თქმა უნდა, რომ აი მე ისეთი არა ვარ როგორც ჩემი მეზობელი, მე ისეთი არა ვარ როგორც ჩემი თანამშრომელი სამსახურში, განიკითხავს 9-ჯერ ის რაც ვია, ეს არაც ვია, ის იმითი მოდის, ამითი მოდის, მანქანით ვიღაცა მოიყვანს, იქ მეზობელის ესე იგი არასწორად დააყენებს მანქანას, ესე იგი აი ეს როგორ გააკეთა, წარმოიდგინეთ ახლა ეს რაღაცა წვეთის ზღვაში ვთქვი და სხვადასხვა თემები, სხვადასხვა მოვლენები, სხვადასხვა ვითარება, სხვადასხვა მდგომარეობა, სიტუაცია, მთელი ამბავი წარმოიდგინეთ და როგორ განვიკითხავთ ჩვენს? და უფალი რას ამბობს? ის უფრო წავიდაო გამართლებული ვიდრე ეს. ანუ ჩვენც ვერ წავალთ გამართლებულები, ვერ წავალთ როგორც ეს ფარისეველი. ამიტომ მეგობრებო არ განვიკითხოთ. ანუ იგივე სულია ჩვენთანაც, სული იგივე ჩანს, უბრალოდ რაც ადამიანს სხვებს განვიკითხავთ. როგორც მეგობრებო ჩვენ ხშირად ვამბობთ, ხო, აი მე ვამბობ და რომ ესე იგი, აი ადამიანი წარმოიდგინე რომ ესე იგი აი პლანეტაზე ყველაზე უკანასკნელი ადამიანი იყოს და ესე იგი რამდენია ხო იქ 8 თუ 7 მილიარდი ცხოვრობს ჩვენ პლანეტაზე, ხო? და აი ყველაზე უკანასკნელი ადამიანი ცოდვილი რომ იყოს. აი შენ და მე და არავის არ აქვს მისი განკითხვის უფლება. რატომ? იმიტომ რომ ის ადამიანი გავათვეები, გავაწყლეები, შეიძლება ესე იგი 10 წლები, 10 წლეულ, აი 95 წელს, 97 წელს მიაღწიოს და ისეთი სინანული გამოამშხანოს, ისეთი ესე იგი რწმენა და რა ვიცი, აი იტიროს, მოკლედ სინანული ისეთი კონდეს, რომ უფალი შეიწირავს ამ სინანულს და აპატიებს მას. შეიძლება მეტიც, როგორც პეტრეს შემთხვევაში, ხო? პეტრე მოციქული იუდამ 3-ჯერ უღალატა, პეტრე მეცხრე უღალატა. ხო, ერთი მოინანია, წავიდა თავი მოიკლა, მეორე მოინანია და სინანული, მაგრამ როგორ მოინანია? და უფალი შეუნდო მაგას, მიუტოვა და მეტის, ის გახდა მოციქულთა თავი მოციქულთა გახდა, ხო? პეტრე და პავლე, ჩვენ ვიცით. და წარმოიდგინეთ, იუდა წავიდა, მოინანია და თავი მოიხჩო, ჩამოიხჩო, თავი მოიკლა მოკლედ. ეს ამონანიება მეგობრებო. ამიტომ შეიძლება იმ ადამიანს, რომელიც ჩვენ ვისაუბრეთ, პლანეტის უკანასკნელი ცოდვილი ადამიანია. და უფალი შეიწირავს მის სინანულს და მერე შენ სად მიდიხარ შენი განკითხვით. მერე უფალი რას გეტყვის? ამიტომ მეგობრებო, არავინ განვიკითხოთ.
არავინ გავიკითხოთ ვინც არ უნდა იყოს. არ გავიკითხოთ და არც ჩვენ გაგვიკითხავს უფალი საშინელ სამსჯავრო როცა მოვა ეს სასამართლო და ეს აუცილებლად მოვა. სხვათა შორის მეგობრებო უნდა ითქვას რომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ყველა ჯვარი გწერია მეც თქვენს და ყველას, მაგრამ ეხლა ყველა გარდავიცვლებით, ჩვენ აუცილებლად ყველა გარდავიცვლებით, არ არსებობს ამ დედამიწაზე, ესე იგი ჯერჯერობით არ დარჩენილა და არ ცხოვრობს ხო 2 და 3000 წელი. ეგეც რო იცხოვროს, მაიცხო წავა. გარდაიცვლება. მეგობრებო, ჩვენ არ ვიცით უფალი როდეს გაგვიყვანს ამ წუთის სოფლიდან ესე ვთქვათ, ამ ქვეყნიდან, ხო? გარდაცვალება, ხო, რა კარგია, ხო, გარდაიცვლები, ხო? და ხშირად ვამბობ ხოლმე, ხო, ადამიანი მოდის რომ გარდაიცვალოს, ანუ ნახეთ, ადამიანი იბადება რომ გარდაიცვალოს და კვდება, ანუ გარდაიცვლება რომ დაიბადოს უკვე საუკუნო უკუნითი, ესე იგი რომელიც არასდროს არ დასრულდება, ხო? ეს რა არის სხვა თემა არის, ადრე თქვი რომ ეს უსასრულობა არა, რაღაც მილიარდი და მილიარდი წლები, ეს უფრო სხვაა მეგობრებო. როდესაც ჩვენ ვერ დაუტევთ გონება ადამიანის, ხო? გაცილე ის რა თქმა უნდა უსასრულობა, მაგრამ ამას ჩვენ ვერასოდეს ვერ აღწევთ. ღვთისთან ყოფნა რომ ღმერთმა ქრას ყველა რომ გადავრჩეთ და ვცხოვდეთ, მაგრამ ღმერთთან ყოფობა და უსასრულობა თვითონ რა არის, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა ეს დაუსრულებელი რამ არის, მაგრამ მაინც ეს ამაზე მეტია რაღაცა, ის რაც ჩვენ ვერ მიხვდებით. მოკლედ, რისით მამინდა რომ ჩვენ არ ვიცით უფალი როდის გაგვიყვანს ამ ქვეყნიდან და ნახეთ აი აპოკალიფსი, ხო, მეორედ მოსვლა, საშინელი სამსჯავრო ვახსენე და აი ეს აპოკალიფსი მეორედ მოსვლა შეიძლება ეს იგი მოხდეს 300 წლის მერე, შეიძლება 10 წლის შემდეგ იყოს, შეიძლება 800, შეიძლება მილიონი წელი არავინ არ იცის. მაგრამ პირადი, აი მეორედ მოსვლა რა არის, ხო? მეორედ მოსვლა არის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, როდესაც მოვა, რომელიც არავინ არ იცის, ესე თქვა, მოდი დავარღვა ფიზიკური მოსვლა, როდესაც უფალი მოვა თავისი დიდებით, ხო, მეორედ მოსვლა და მეორედ მოსვლა ასევე იქნება, როდესაც ჩვენ გარდავიცვლებით. მეორედ მოსვლისას ჩვენ რო გარდავიცვლებით, ჩვენ წარვდგებით ასევე ქრისტეს წინაშე, ხო? და ეს განგვიკითხავს ჩვენ და ზუსტად ეს იქნება ესეც რა თქმა უნდა არის მეორედ მოსვლა. ანუ ნახეთ, მოდი ესე დავარქვათ, აპოკალიფსისი არსებობს 2, ანუ ესე თქვა, როდესაც იქნება მასშტაბურად, პლანეტური ესე თქვა, ხო, მასშტაბურად, როდესაც მოვა ქრისტე და პირადი აპოკალიფსი. პირადი არის, როდესაც აპოკალიფსი პირადი არის, როდესაც შენ გარდაიცვლები, ადამიანი გარდაიცვლება და წარდგები ქრისტეს წინაშე. ჩვენ თემას დაუბრუნდეთ და ვამთავრებთ, მეგობრებო, ნახეთ, ძალიან მოკლედ მინდოდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ შევდივართ ესე იგი მძიმე მარხვაში, ეს არის მოსამზადებელი პერიოდი და ესე იგი ამგვარად მეგობრებო, ფარისევლობას მოდი თქვათ 3 მთავარი ნიშანი აქვს, ხო, სიამაყე, ანუ აპარტავნება, მოყვასის განკითხვა და პირფერობა. სრულიად განსხვავებულია მეზვერეს ლოცვა. ეხლა მეზვერე ჩვენ უკვე თქვით ხო ვინ იყო, ეხლა წარმოიდგინეთ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ბავშვებიც მისმენენ, აი მაგალითად შეგი შემოვიდნენ ოკუპაცია არის, ანუ ოკუპაცია, ну ვიცით ხო, ბავშვები, ანუ ესე იგი დაიპყრეს ჩვენი ქალაქი სხვებმა, ესე იგი არა ჩვენი კეთილმოსურნეები შემოვიდნენ და ესე იგი ქართველი ერთ-ერთი ქართველმა გადავიდა მათ მხარეზე და დგას გარეთ და ჩვენ ყოველთვე უნდა ესე იგი მას მიუტანოთ ფული, ის კრებს, ესე იგი იღებს ფულს ქართველებისგან და მერე იმ არაკეთილმოსურნეებს აძლევს. აი ესეთები იყვნენ მებაჟეები. ანუ მაშინ რომის იმპერიაც ჰქონდა დაპყრობილი იუდეა, ისრაელი და იუდეველები, ებრაელი ერთი იდგა და ებრაელებისგან იღებდა ფულებს და ხარკს და აძლევდა იმპერატორს. მაგრამ იგი შორს დგას, ხო? და თვალს ვერ ასწორებს, ეს ვეწდება ზეცისკენ და მხოლოდ ამბობს, აი ესე ითხოვს, ღმერთო მილხინე მე ცოდულს ამას. და ჩვენ თითოეული ჩვენთაგანმაც ყველამ უნდა გავიმეოროთ და ვიმეოროთ ეს მუდა, მეგობრებო.
ანუ ეს არის სწორი ჭეშმარიტი ლოცვა. ნახეთ, თავმდაბალი ხო მოდით ასე ვთქვათ, თავდაბალი შემოსრული და სინანულით სავსე. გახსოვთ ხო მე-50 ფსალმუნი ხო? დავითმა ფსალმუნისა. სული შემოსრული, გული შემოსრული. მეზვერი გამართლებული წავიდა, რადგან ღმერთი ხედავს არა გარე გნულ საქმეს, მეგობრებო, არამედ აი გულს. ამიტომ ჩვენს ქრისტიანებმა მუდამ ვთხოვოთ უფალს. ღმერთო გვილხინე ჩვენ ცოდულთა ამად. ამინ. ძალიან მოკლედ ახლა მეგობრებო, ნახეთ ანუ თავარი ესე ვთქვათ სულიერი აზრები. ფარისევლობა არის ყველაზე მზაკვარი ცოდვა, რატომ? იმიტომ რომ ადამიანს საკუთარ სამართლეში იგი ამბობს რომ მე ვარ მართალი. ხო, ჩემზე მართალი არ არის. ანუ თავის სიმართლეში არწმუნებს. მეორე, ამ პარტავნება ხო ლოცვას აუქმებს. სადაც თავდაბლობა არ არის, იქ ღმერთი ვერ და არ იქნება. მოყვასის განკითხვა ფარისევლობის ნიშანია, ხო, ანუ სხვისი ცოდვის ხილვა და საკუთარი გულის, ასე ვთქვათ, საკუთარი გულის სიბრმავეს ამხელს. შემდეგი მარხვა და მოწყალება, მეგობრებო, ღირებულს მხოლოდ სინანულს ხდის, ხო, აი მარხვა და მოწყალება. ჩვენ თუ მარხულობ და ესე იგი მოწყალებას გავიღებ, მაგრამ სინანული არ გვაქვს რა მარხვაა ეს, ხო, ან იქ თუ გავრიცხდებით, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, პირველ რიგში სულიერად უნდა ვიმარხულოთ ჩვენ. არა გარეგნული ფორმა, ხო რაღაც. ასევე ჭეშმარიტი ლოცვა მოდის შემოსრული გულიდან, არა სიტყვების რაღაც ესე იგი სილამაზი და არ უნდა ეს რაღაც მაღალ ფარდოვანი სიტყვები და ესე იგი 2-3 საათი რომ რაღაცა ეხვეწები ღმერთს და თხოვ, არ უნდა გახსოვთ უფლის სიტყვები სახარებაში რომ ბრძანებს უფალი მაგად გონიათ რომ მრავალ სიტყვაობის გამო შესმენილი იქნებიანო. ადამიანს რომ ფიქრობს დგას ეკლესიაში და ესე იგი 4 საათი თუ 3 საათი ლაპარაკება და თხოვს, გონია რომ რაც მეც ილაპარაკებს, უფრო შეისმეს უფალი. არა მეგობრებო, გულია მთავარი. უფალი ჩვენ გულს უყურებს და უსმენს. ანუ ნახეთ, მეზვერი, ანუ მებაჟე, ანუ ეს მებაჟე, ანუ მაგალითია სინანულისა, ფარისეველი გაფრთხილებაა ყველასთვის. ღმერთი მეგობრებო გულს უყურებს და არა გარეგნობას. აქვე მინდა მეგობრებო მოვჩით და ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ რომ ჩვენ შევდივართ აი მარხვა არის ხომ ახლა უკვე ახლოვდება და კიდევ ერთხელ უნდა ესე იგი გავიხსენოთ ჩვენი ცოდვები, ჩვენ ესე იგი ის რაც შარშან აი დიდ მარხვაში ვერ დავძლიეთ, ვერ ვქენით, ხო? ეხლა ვეცადოთ რომ გამოვასწოროთ. ვეცადოთ ჩვენ და თუ დავეცემით, არა უშავს უფალი აღვადგენ ჩვენ, ხო? გახსოვთ აღდგომა არ იქნება ადამიანს თუ დაცემა არ იქნებოდა. ამიტომ ესე იგი ნუ ვინერვიულებ თუ არ გამოგვივა უცებ, ხო? ეს არ არის მით უმეტეს ცოდვა ესეთი რამ არის, რომ მას ბრძოლა უნდა, ბრძოლის გარეშე არაფერი არ გამოვა და ჩვენ ყოველთვის ვიმეორებ ამას, რომ ჩვენ ჩვეულებრივად სულიერ ომში ვართ. ხანდახან დავიჭრებით, დავეცემით, მაგრამ ავდგებით ისევ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შევთხოვოთ ჩვენ განკარცებულ უფალ იესო ქრისტეს დიდება და მადლობა მას ყველაფრისათვის. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ. და ბოლოს მეგობრებო, დამავიწყდა
აქ დამიწერეს კომენტარი, მე კი უპასუხე, მაგრამ პირჯვარს ნამდვილად მარჯვენა ხელით ვიძერ. რა თქმა უნდა, მართლმადიდებელი ქრისტიანი ყოველთვის დაბადებიდან ვარ, ვიყავი და ვიქნები. უბრალოდ კამერა არის ალბათ სხვა რაკურსით არის და ამიტომ ესე ჩანს, რომ პირიქით ვიწერ და ამიტომ ეს რო ვიცოდი. კარგით, ღმერთმა შეგიწიროთ, მოვემზადოთ მარხვისთვის და გილოცავთ მე სვერე და ფარესოლის კვირას და გვარადეთ უფალი. აბა გაიხარეთ. მამა ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედი სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანა საძედა, პური ჩვენი არსობიცა მომეც ჩვენ დღეს, და მომიდევენ ჩვენთან ანადებლი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან, და ნუ შემიყვანებ ჩვენგან სასწრაფსა, არამედ მიხსენ ჩვენ